მოგესალმებით, ან იმეს გვათ, ჩემი სახელია Blizzard-ი, ხოლო დღევანდელ ვიდეოში მინდა შემოგთავაზოთ 2024 წლის ბოლო ვიდეო, მოკლედ ახლა ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩაუჯექით ვიდეოს ჯიგრულად. მოკლედ მეგობრებო, ესეც 2024 წლის 31 დეკემბერი დილის 7 საათი ხდება უკვე და დრო დადგა რომ გადავიღოთ წლის ბოლო შემაჯამებელი ვიდეო არხისთვის და ვიდეოს ბოლოს როგორც ყოველთვის ტრადიციულად გავცეთ ნომინაციები რომელიც ჩვენი არხის კომუნიტიში ჩატარდა და რომლების გამარჯვებულიც თქვენ გამოავლინეთ. პირველ რიგში სანამ გადავიდოდით ნომინაციებზე, მოდი შევაჯამოთ 2024 წელი. მოკლედ მეგობრებო, როგორც 2023 წლის ბოლო ვიდეოში ვთქვი, 2023 წელი ჩემი არხისთვის იყო ყველაზე ცუდი წელი ანალიტიკის მხრივ, იმიტომ რომ იმ წელს საერთოდ ვერ ვიაქტიურებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წელი უფრო ცუდი იქნება ჩემი არხის ანალიტიკისთვის, ვიდრე 2023 წელი იყო, რადგან ამ წელს იმდენად არ მიაქტიურია, რამდენად 2023 წელს ვიაქტიურე. სამწუხაროდ აღარ მახსოვს წინა წლის სტატისტიკა, აღარ დავიწყე მაგის გადამოწმებას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეგრე იქნება და მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, მოდი პირდაპირ გადავიდეთ 2024 წლის ანალიტიკის შემოწმებაზე. ესეც ჩვენი 2024 წლის სტატისტიკა, რომელსაც 1 იანვრიდან 29 დეკემბრამდე გვაჩვენებს. ნახვები საერთო ჯამში ამ ერთი წლის განმავლობაში არის 172,000 ნახვა. ყურების დრო საათებში არის 15,600, ალბათ წესით და რიგით ამდენი უნდა იყოს, ან 60, არ ვიცი და მოგვემატა 1200 გამომწერი. ეს არის აქ მიმოხილვაში მოცემული სტატისტიკა. 2024 წლის Top 10 ვიდეოც შეგვიძლია რომ ვნახოთ, რაც დაიდო არხზე. პირველ ადგილზე გადის Top 10 KG Naruto-პედიის ვიდეო, რომელსაც 5440 ნახვა აქვს. მეორეზეა Top 10 ანიმე რეინკარნაციაზე ანიმეპედია, რომელსაც 5333 ნახვა აქვს. მესამეზე Top 3 მამა Naruto-დან, მეოთხე Mangekyo Sharingan-ზე დარევორქებული ვიდეო, რომელიც გავანახლე და ახლიდან დავდე არხზე, ძველი პირადზე გადმოვიტყვანე. მეხუთე, მეექვსე, მეშვიდე, მერვე და მეცხრე ადგილს იკავებს ბორუტო ორი ლურჯი მორევის მანგის ლაივსტრიმები და მეათე ადგილზე არის ვინ არის Monkey D. Luffy, მაგრამ რატო გვაჩვენებს ამ ვიდეოს 2022 წლისას მეათე ადგილზე, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ხო. Top 9-ში გვაჩვენა 2024 წლის ვიდეოები, მაგრამ მეათე ადგილზე რაღაც გაუბერა. ხო, აი როგორც გეუბნებოდით, ვიდეოებში 2023 წელთან შედარებით 36%-ით ნაკლები ნახვა აქვს ვიდეოებს. და ჩვენებები, ანუ რეალურ დროში 27%-ით ნაკლებია 2023 წელთან შედარებით, რაც მე მგონი ძალიან ცუდი შედეგია. უსაზღვრესი შედეგია, რაც კი დამიდია. ნუ ლაივსტრიმებზე დაახლოებით იგივე შედეგია, რაც 2023 წელს დავდე და ლაივსტრიმების ნახვაზეც დაახლოებით იგივე შედეგია, რაც 2023 წელს დავდე. არც მეტი, არც ნაკლები. აგერ ვისაც გაინტერესებს ჩემი არხს, როგორ ნახულობენ, ასე თქვათ, YouTube-ში და საერთოდ რეკომენდაციების, ანუ დათვალიერების ფუნქციიდან აქვს 27.8% ნანახი, YouTube-ის ძიება 22.5% და შეთავაზებული ვიდეოებიდან არის 19.7%. ნუ არხის გვერდები 16 და 5%. დასაკრავისიები არის 3.8% და დანარჩენი სხვა არის უკვე 9.7%. ეს არის არხის საძიებო, ასე ვთქვათ, სტატისტიკა. ნუ გამომწერებს რაც შეეხება მეგობრებო, 6%-ით მეტია გამომწერების მომატება 2024 წელს, ვიდრე ეს იყო 2023 წელს. ანუ უფრო მეტი გამომწერი მომატება რატოღაც უფრო არააქტიურ წელში, ვიდრე შედარებით ნაკლებად აქტიურ წელში, მაგრამ კარგია. 6%-ით მეტი გამომწერი რომ მომიმატა არხზე, ეს ძალიან კარგია. ნუ მოგეხსენებათ
ჩემი არხი გათვლილი არის ნარუტოს და ბორუტოს მაყურებლებზე, იმიტომ რომ ყველაზე მეტი ვიდეო ამ ორი ანიმეს შესახებ მიდევს. ნუ შედარებით ნაკლები ვიდეოები მიდევს სხვა ანიმეებზე და ამიტომაც ვიდეოები, რომლებიც ჩემს აზრს არხს უზრდის პოპულარობას, არის ასე ვთქვათ, აი ბორუტოს მანგის სტრიმები, ვიდეოები და ასე შემდეგ. მოკლედ ახლა გადავამოწმეთ, რომელი ქვეყნებიდან უყურებენ ჩემს ვიდეოებს YouTube-ზე და რა თქმა უნდა, ყველაზე მეტი, ასე ვთქვათ, პროცენტული მაჩვენებელი აქვს საქართველოს დაფიქსირებული, მაგრამ საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, იტალია, ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდები, აზერბაიჯანი, ავსტრია, უკრაინა და თურქეთი საიდან მოვიდა, წარმოდგენა არ მაქვს. არც კი ვიცოდი, რომ სხვა ქვეყნიდან საერთოდ ვინმე მიყურებდა, მაგრამ როგორც ჩანს და თქვენს ხედავთ, აშკარად მიყურებენ. კაია, მომწონს. 48%-ს აქვს ზარიზღილაკი ჩართული ჩემს, ასე ვთქვათ, არხზე მაყურებლების და 16.7% რჩება არხის, ანუ ზარიზღილაკის ჩართვის გარეშე, ასე რომ თუ უყურებთ ამ ვიდეოს, ვისაც ზარიზღილაკი არ გაქვთ, ცოტა გააქტიურებული ჩემს არხზე, აუცილებლად გააქტიურეთ, რომ საინტერესო ვიდეოები და რაისტრებები არხზე არ გამოტოვოთ. 53.6% უყურებს ჩემს ვიდეოებს, ასევე გამოწერის გარეშე. ანუ არხი არ აქვს 53.6%-ს, ასე ვთქვათ, ხო, არხი არ აქვს გამოწერილი ამდენ 53.6%-ს. ასე რომ, ასევე ვისაც არხი არ გაქვთ გამოწერილი, აუცილებლად გამოიწერეთ არხი და გააქტიურეთ ზარიზღილაკი, ესეც არ დაგავიწყდეთ. ასაგზა სქეს რაც შეეხება 88% ამრობითი სქესის წარმომადგენელი მიყურებს, ხოლო 11% მიყურებს მდედრობითი სქესის წარმომადგენელი, მაგრამ ნუ ხშირად უფრო მშობლების აკაუნტებით არიან ბავშვები, შემოსულები, რა თქმა უნდა, მდედრობითი სქესის აკაუნტებით, ასე რომ რაღაც პროცენტი, ასე ვთქვათ, ბიჭებიც არიან, მაგრამ რაღაც პროცენტი ალბათ გოგოებიც იქნებიან. და ყველაზე მეტი 18-დან 24 წლამდე არის, ასე ვთქვათ, დაფიქსირებული ასაკის პროცენტულობა არხზე. ნუ ხშირად ყველა ვიტყუებით ასაკს და რეალური ასაკი არ გვაქვს მითითებული, ასე რომ აქაც დარწმუნებული ვარ, რომ ამდენი არ უნდა იყოს, მაგრამ რაღაც პროცენტით სროწლოვნებიც მიყურებენ, მაგაშიც დარწმუნებული ვარ, მაგრამ უმეტესად ბავშვები. ნუ მოკლედ შემოსავალს რაც შეეხება მონეტიზაცია არხზე კი ჩართული მაქვს, მაგრამ ამ მომენტისთვის მაქვს დაპაუზებული, იმიტომ რომ მოგეხსენებათ რამოდენიმე წლის წინ შემოიღო YouTube-მა, რომ კოდს გიგზავნიან, ის კოდი უნდა ამოიღო კონვერტიდან, ჩაწერო YouTube-ის მონეტიზაციაში, რომ გაგიგზელდეს მერე მონეტიზაცია, ხო და მაგ კოდის გამო მაქვს დაპაუზებული, იმიტომ რომ ქართულში არ ვარ ეგეთი რაღაცეების, და უნდა ჩამოგივიდეს, როგორ უნდა ჩამოგივიდეს და ასე შემდეგ, და შეფოსტიდანაც არ გირეკავენ, რომ აი კოდი ჩამოგივიდა და იქ უნდა იტრიალო. ნუ ვინც ხართ ამ თემაში დაკვალიანებული, თუ გამაგზელებინებთ არხის მონეტიზაციას და რაღაც ცენტებს ისე დამათვლევინებთ YouTube-ზე, ძალიან დიდი მადლობელი დარჩები. ერთ ძალიან საინტერესო სტატისტიკას რაც შეეხება, ვინმეს არ აქვს მნიშვნელობა ადამიანს, ან საბი რო არ გაიკეთებინა არხისთვის, დღესდღეობით ვიქნებოდით 21,774 გამომწერზე. ესე 20k გამომწერი მართლა გაასწორებდა, კარგი ციფრია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ასე ვთქვათ, ამ ციფრზე თუ აქტიურად გავაგრძელებ YouTube-ზე მოღვაწეობას, აუცილებლად ერთ დღესაც ავალთ. მაგრამ 13,500 გამომწერს, რომელიც დღესდღეობით მყავს, ძალიან დიდი მადლობა არხის გამოწერისთვის. და სავარაუდო შემოსავალს მიწერს ამ სტატისტიკაში 25.30 ცენტს, ხო. ესაა და ჩვენ ნახვებს მიწერს 20 მილიონს. ან საინტერესოა, მაგრამ რაღაც მაგარი მეიჭვება, რომ 20 მილიონი ნახვა ქონოდა ჩემ არხს საერთო ჯამში. მაგრამ ეს გამომწერების, ასე ვთქვათ, რაოდენობა სწორია. ხოლო დაკარგულ გამომწერებს რაც შეეხება, არის 8269 გამომწერი, ანუ 8269 ადამიანმა შეაჩერა გამოწერა Blizzard-ის არხზე. გააკეთა unsubscribe. გარკვეული და მიზეზების და გამო. ხან არა მიზეზით, ხან არა მიზეზით. რავი, მიზეზს ალბათ მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ხო, 8269 ადამიანმა გამოწერა შეაჩერა. და დღესდღეობით ვართ, მაგიტომაც 13500 გამომწერზე. ნუ რა ვიცი, საერთო ჯამში 2023 წლის ანალიტიკისგან განსხვავდებით ერთადერთი ალბათ ნახვების რაოდენობით, რომელიც დარწმუნებული ვარ,
230,000-ზე მეტი ნახვა მექნებოდა საერთო ჯამში 2023 წელს, მაგრამ 2024 წელს მაქვს 172,030 ნახვა დაფიქსირებული. და სადღაც ყურების დრო უფრო 1000-ით მეტი იქნებოდა, ალბათ დაახლოებით 16,000 რაღაცა იქნებოდა, მეზარება ეხა მაგების გადამოწმებოდა ნახვა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ხო, ის კარგად მახსოვს, რომ 230,000-ზე მეტი ნახვა ნამდვილად მქონდა 2023 წელს დაფიქსირებული, როგორც სტატისტიკა გვეუბნება, გამომწერებში დიდად განსხვავება არ არის, 6%-ით მეტია, ვიდრე, ასე ვთქვათ, ნაკლები ან რაღაც მსგავსი. ასე რომ გამომწერებში წინსვლა არის. მოკლედ, ნელ-ნელა შეგვიძლია რომ გადავიდეთ უკვე ნომინაციებზეც, იმიტომ რომ სტატისტიკაში ბევრი რაღაც სანახავი საერთოდაც არ არის, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ მე რამდენად გამომივერდები არ ვიცი 2024 წელს საერთოდ არ მიაქტიურია და რაღაც სასწაული ანალიტიკა არ დამიდია რომ გაჩვენოთ, ასევე როგორც გითხარით 2023 წელთან შედარებით, მხოლოდ გამომწერებში მაქვს უკეთესი შედეგი დაფიქსირებული, ნახვები და მოწონებები ბევრად ნაკლები მაქვს, ვიდრე მქონდა ეს 2023 წელს ან უფრო წინა წლებში. რაც აქტიურობას მოუკენი, ლოგიკურია, რომ ეს ყველაფერი ანალიტიკაზეც და გამომწერებზეც აისახა. მოკლედ, გადავიდეთ უკვე ნელ-ნელა ნომინაციებზე და პირველ რიგში დავიწყებ არხის ნომინაციების, ასე ვთქვათ, გამოცხადებას, საუკეთესო ვიდეო, საუკეთესო ლაივსტრიმი და ყველაზე მეტი ლაიქიან ვიდეოს გამოვავლენთ არხიდან ამ წელს, ხო, ლაიქიანი ვიდეო გვემატება წელს. და 2024 წლის ყველაზე ნახვადი ვიდეო Blizzard-ის არხზე გახდა top 10 KG ძალებით, რომელიც არის Naruto-პედიის ვიდეო. ნახვების რაოდენობამ მიაღწია 5440 ნახვას. ახლა უკვე გადავიდეთ მეორე ნომინაციაზე. მეორე ნომინაცია არის ყველაზე მეტი ლაიქის მქონე ვიდეო არხზე და 2024 წლის ყველაზე მეტი მოწონებიანი ვიდეო Blizzard-ის არხზე გახდა ისევ top 10 KG ძალებით, რომელიც არის Naruto-პედიის ვიდეო და მოწონებებმა მიაღწია, შეადგინა უпроსწორედ 265-ს. როგორც ნახვები, ისე ლაიქები, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი არ არის, ამაზე უკეთესი ნახვის შედეგიც დამიფიქსირებია და მოწონებების შედეგიც, მაგრამ ხო, ამ წელს ეს ციფრებია დაფიქსირებული. ახლა კი გადავიდეთ შემდეგ მესამე ნომინაციაზე, რომელიც არის 2024 წლის ყველაზე, ასე ვთქვათ, ნახვადი, საუკეთესო ლაივსტრიმი Blizzard-ის არხზე. და ნომინაციაში 2024 წლის საუკეთესო ყველაზე ნახვადი ლაივსტრიმი გახდა Boruto 2 ლურჯი მორევის მე-11 მანგის თავი, რომლის ნახვების რაოდენობამაც შეადგინა 3005 ნახვას. მოდი არ დავჩაგროთ ლაივსტრიმები მოწონებების, ანუ ლაიქების მიხედვით და მეოთხე ნომინაციაზეც გადავიდეთ. 2024 წლის ყველაზე მეტ მოწონებიანი ლაივსტრიმი გახდა Boruto 2 ლურჯი მორევი თავი მე-7, რომლის ლაიქების რაოდენობამაც შეადგინა 246 ლაიქს. მოკლედ მეგობრებო, ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ community-ში გამოკითხულ, ასე ვთქვათ, ნომინაციებზე, რომლების გამარჯვებულის თქვენ მაყურებლებმა გამოარჩიეთ და მოკლედ მოდი ახლა გეტყვით, რა ნომინაციები იყო 2024 წელს Blizzard-ის არხზე, Blizzard-ის community-ისთვის, ასე ვთქვათ, წარდგენილი. 2024 წლის საუკეთესო ანიმე, 2024 წლის საუკეთესო ბიჭი გამხმოვანებელი, 2024 წლის საუკეთესო გოგო გამხმოვანებელი, 2024 წლის საუკეთესო ბიჭი გამხმოვანებელი ვერსია 2, 2024 წლის საუკეთესო ანიმე ვერსია 2, 2024 წლის საუკეთესო მანგა და 2024 წლის საუკეთესო ანიმე საიტი. აი ეს ნომინაციები იყო Blizzard-ის community-ისთვის წარდგენილი, რომლის გამარჯვებულებიც თქვენ კიდევ ერთხელ განმეორდები, მაყურებლებმა გამოავლინეთ. მე ამაში მონაწილეობა არ მივიღია. შესაბამისად, მე ვერ გამოვავლინდი და რამეში მიკერძოვებასაც, ასე ვთქვათ, ვერავინ
ასე ვთქვათ, ვერ დამაბრალებს. მოკლედ გადავიდეთ უკვე გამარჯვებულ ნომინაციებზე. რიგით მეხუთე ნომინაცია 2024 წლის საუკეთესო ანიმე. წარდგენილები იყვნენ ნომინაციაზე Solo Leveling-ის პირველი სეზონი, Bleach-ი 1000-ლიანი სისხლიანი ომის ნაწილი 3, ანუ part 3, Kaiju ნომერი 8-ს პირველი სეზონი და ქარის მჭრელის პირველი სეზონი. და ამ ნომინაციაში 2024 წლის საუკეთესო ანიმეში გამარჯვებული გახდა Bleach-ი 1000-ლიანი სისხლიანი ომი 50%-ით. 303 ხმიდან დაახლოებით 150-151 ხმა მიიღო Bleach-მა 303 ხმიდან. და ხო, Bleach-ი გახდა ამ ნომინაციის გამარჯვებული. მოკლედ გადავიდეთ უკვე რიგით მეექვსე ნომინაციაზე, რომელიც არხზე იყო წარდგენილი, რა თქმა უნდა, Blizzard-ის community-ში, საუკეთესო 2024 წლის საუკეთესო ბიჭი გამხმოვანებელი, სადაც წარდგენილი იყვნენ Maikadri Komidან Hinata Sho, Konogima Komidან Nova, Anime BG-დან Asana და Anime TVG-დან Kira. 200 ხმა დაფიქსირდა, ასე ვთქვათ, საუკეთესო ბიჭის გამხმოვანებლის ნომინაციაში, სადაც 77%, ანუ დაახლოებით 153 თუ 154 ხმა მიიღო ამ 200 ხმიდან, რა თქმა უნდა, Hinata Sho Maikadri Komidან, რაც ასე ვთქვათ, ნომინაციები დავიწყე არხზე და გამოვავლინე საუკეთესო ბიჭი გამხმოვანებელი ყოველი წლის, ასე ვთქვათ, Hinata Sho გახდა ყოველთვის ამ ნომინაციის გამარჯვებული. ასე რომ ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ Hinata გახდებოდა ახლაც ამ ნომინაციის გამარჯვებული. მოლოცავ Hinata-ს ნომინაციაში გამარჯვებას. გადავდივართ მოკლედ რიგით მე-7 ნომინაციაზე 2024 წლის საუკეთესო გოგო გამხმოვანებელი. ამ წელს წინა წელს ხო ვთქვი, რომ ამ ნომინაციაში გოგოების მოძებნა მაგრა ჭირს, მეთქი და ნომინაციის გაკეთება მეთქი. ხო და ეგრე ვიყავი ამ წელსაც და ძალიან კარგად დააფიქსირებთ და მიხვდებით, რატოს ასე ვთქვათ მიჭირდა. მოკლედ 2024 წლის საუკეთესო გოგო გამხმოვანებელი. წარდგენილები იყვნენ ნომინაციაზე Gogo Ragtime Maikadri Komidან, Hokoto Konogima Komidან, Tsiko Anime BG-დან და Sanu Anime TV-G-დან. ნომინაციაში დაფიქსირდა 132 ხმა, საიდანაც 85%-ით ნომინაციის გამარჯვებული გახდა Gogo Ragtime Maikadri Komidან. დაახლოებით 110 ან 111 ხმა მიიღო 132 ხმიდან Gogo Ragtime-მა ამ ნომინაციაში და ასე გახდა გამარჯვებული. Gogo Ragtime-ს, ანუ Ragtime-ს ულოცავ ამ ნომინაციაში გამარჯვებას და ხო, ასე ვთქვათ, ხვდებით ალბათ იმდენად ჭირს აქ გოგოების მოძებნა ამ ნომინაციისთვის, რომ მომიწია უკვე რომ ისეთი ადამიანი ჩამესვა ასე ვთქვათ, ნომინაციაში, რომელიც გოგოებს კარგად ახმოვანებს. მით უმეტეს Maikadri-ზე გოგო გამხმოვანებელი ანიმეებში კარგი ხანია უკვე აღარ გვყავს, შესაბამისად ვერავის ვერ ჩავსვავდი და ამიტომაც გადავწყვიტე, რომ Gogo Ragtime ჩამესვა ამ ნომინაციაში და ამიტომაც არა აქვს ვერსია 2 2024 წლის საუკეთესო გოგო გამხმოვანებელს, იმიტომ რომ ფიზიკურად ასე ვთქვათ, არ მოიძებნებიან გოგოები, რომ ნომინაცია გაკეთდეს. საკმარისი რაოდენობის, რა თქმა უნდა, რაც ძალიან სამწუხაროა. Ragtime-ს კი კიდევ ერთხელ ულოცავ ნომინაციაში გამარჯვებას. რა თქმა უნდა, Gogo Ragtime-ს. რიგით მერვე ნომინაციის დროც დადგა წესი და რიგით თუ არ მეშველება თანმიმდევრობა 2024 წლის საუკეთესო ბიჭი გამხმოვანებელი ვერსია 2. ახლა მარტივად გეტყვით ვერსია 2 რას ნიშნავს, მოკლედ YouTube-ს აქვს ესეთი შეზღუდვა, რომ თითო, ასე ვთქვათ, გამოკითხვაში 4 გამოკითხვაზე მეც, ასე ვთქვათ, ფიზიკურად ვერ ამატებ. ასე რომ, ვინაიდან და რადგანაც მსგავს გამოკითხვებში ვარ შეზღუდული, მაყურებელ შევთავაზე, ასე ვთქვათ, ვერსია 2 განსხვავებული გამხმოვანებლებით, ანუ საერთოდ სხვა გამხმოვანებლები მყავდა შეყვანილი ამ სიაში და ამიტომაც დავარქვი ვერსია 2. მოკლედ, 2024 წლის საუკეთესო ბიჭი გამხმოვანებელ ვერსია 2-ში წარდგენილები იყვნენ Ragtime Maikadri Komidან, ამჯერად ბიჭი Ragtime, Jora Konogima Komidან, Qancho Anime BG-დან და Urahara Anime TV-G-დან. ამ ნომინაციაში მეგობრებო დაფიქსირდა 205 ხმა, საიდანაც 80% მიიღო მხოლოდ ერთმა ბიჭმა გამხმოვანებელმა და ამ ნომინაციის გამარჯვებული გახდა Ragtime Maikadri Komidან, რომელმაც 205 ხმიდან დაახლოებით
162-163 ხმა აიღო თუ არ ვწდები 205 ხმიდან. მოკლედ ბიჭ რეგთაიმსაც ულოცავ ნომინაციაში გამარჯვებას. რეგით მე-9 ნომინაცია თუ არ ვწდები 2024 წლის საუკეთესო ანიმე ვერსია 2. ნომინაციაში წარდგენილები იყვნენ ნინძა კამუის პირველი სეზონი, დანდადანის პირველი სეზონი, Demon Slayer-ის ანუ დემონების მკვეთი ხმლის მეოთხე სეზონი და მაშლის მეორე სეზონი. ნომინაციაში დაფიქსირდა 271 ხმა, საიდანაც 78% მიიღო ერთ-ერთმა ანიმემ და ამ ნომინაციის გამარჯვებული გახდა Demon Slayer-ი იგივე დემონების მკვეთი ხმალის მეოთხე სეზონის, რომელმაც 271 ხმიდან აიღო 210 თუ 209 ხმა 78%-ის მიხედვით. ულოცავ Demon Slayer-ს ამ ნომინაციის გამარჯვებას. ყველაზე საინტერესო ნომინაციის დროს დადგა და რიგით მე-10 თუ არ ვწდები. 2024 წლის საუკეთესო მანგა და ამ ასე თქვა და ნომინაციის გამოკითხვა პირველად შევატარე არხზე. ამ ნომინაციაში წარდგენილები იყვნენ One Piece-ის მანგა, Boruto ორი ლურჯი მორევის მანგა, ხერხავის ანუ Chainsaw Man-ის მანგა და უახლესი მანგა, რომელიც არის Kagurabachi, რომელიც არც თუ ისე ცნობილია საქართველოში, მაგრამ ასე თქვათ Manga Plus-ზე, ხო, საიტის სახელი დამოიწყო Manga Plus-ზე, საკმაოდ პოპულარობით სარგებლობს და ერთი პერიოდი Boruto-საც უსწრებდა და საერთოდ One Piece-საც და პირველი ადგილიც ეკავა ამ საიტზე. მოკლედ, ნომინაციაში დაფიქსირდა ამ წელს რეკორდული ხმები, 414-მა მაყურებელმა მიიღო ამ ნომინაციაში მონაწილეობა და დააფიქსირა თავისი ხმა, სადაც 76% მიიღო მხოლოდ ერთმა მანგამ. და ნომინაციის გამარჯვებული გახდა 76%-ით Boruto ორი ლურჯი მორევი და 418 ხმიდან მიიღო Boruto 315 ხმა და გახდა ამ ნომინაციის გამარჯვებული. ეჭვიც არ მეპარებოდა რომ Boruto გახდებოდა ამ ნომინაციის გამარჯვებული, იმიტომ რომ ზედითადად Boruto-ს მაყურებ და Naruto-ს მაყურებლები მყავს არხზე და მით უმეტეს არც თუ ისე ცუდი მანგა აქვს. მოდი აქედან დავიწყოთ Boruto-ს და საკმაოდ კარგი მანგის თავები დადროპეს 2024 წელს. და თუ არ ვწდები 2024 წელს დაიწყო, მაგრამ აღარ მახსოვს როდის დაიწყო, მაგრამ არა 2024 წელს არ დაიწყო, 2023-ში დაიწყო წესად არიგით და მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. კარგი მანგის თავები დადროპა 2024 წელს Boruto-ს მანგამ, ასე რომ დამსახურებლად მოიგო Boruto-მ 2024 წლის საუკეთესო მანგის ნომინაცია. გადავდივართ შემდეგ და წესით დარიგით ბოლო ნომინაციაზე. არხისთვის ბოლო ნომინაცია, რომელიც community-ში გამოკითხული მქონდა 2024 წლის საუკეთესო ანიმე საიტი და მე მგონი რიგით მე-11 ნომინაცია ეს. მოკლედ, ნომინაციაში წარდგენილები იყვნენ Maikadri Komi, Konogima Komi, Anime TV.G და Anime.G. ნომინაციაში დაფიქსირდა 280 ხმა, საიდანაც 84% მიიღო მხოლოდ ერთმა საიტმა. ნომინაციაში საუკეთესო ანიმე საიტი 2024 წელს მოიგო საიტმა, რა თქმა უნდა, Maikadri.com-მა 280 ხმიდან 234 ხმა მიიღო Maikadri.com-მა ამ ნომინაციაში და ვულოცავ Maikadri.com-ს კიდევ ერთხელ ამ წელსაც და წინა წელსაც Maikadri მოიგო ამ ნომინაციაში, ასე რომ კიდევ ერთხელ ვულოცავ Maikadri.com-ს ამ ნომინაციაში გამარჯვებას. და ჩვენი ნომინაციებიც მეგობრებო, აი ასე დასრულდა. მეტი ნომინაცია მოკლედ არხზე აღარც დამიდია და ვეღარც მოვიფიქრე რაზე უნდა დამედო, ასე რომ ვიდეოს კომენტარებში სამომავლოდ დამიწერეთ თქვენი იდეები თუ რაზე შეიძლება გავაკეთოთ ნომინაციები, ასე რომ ვეცდები რომ 2025 წელს ნომინაციებს უფრო მომზადებული დავხდე, რამე სხვა ტაქტიკა შევემუშავო, რომ უფრო მეტი ნომინაცია გავაკეთო და უფრო მეტი ადამიანი ჩავსვა თითო ნომინაციაში და აღარ მომიწიოს ვერსია 2-ების გაკეთება, ასე რომ ხო, თუ აზრების მოფიქრებაში და იდეების მოფიქრებაში და მეხმარებით, კომენტარების დახმარებით, რა თქმა უნდა, მადლობელი დავრჩები. და ფიქსირეთ თქვენი აზრი, საინტერესო იქნება სხვადასხვა ნომინაციების გაკეთება 2025 წელს ამჯერად უკვე.
და ერთი რაღაც არ გამიჟღერებია ვიდეოში, მოკლედ რამოდენიმე დღის წინ დავდე, ასე ვთქვათ, 401 ვიდეო არხზე, ბლიჩის 11-12 ეპიზოდიც რეაქცია იყო და 400 ზღვრიან, ასე ვთქვათ, ბარიერსაც გადავაბიჯეთ ვიდეოების, ასე ვთქვათ, რაოდენობაში და 400 ვიდეოსაც გავდით უკვე 2024 წელს და არხზე დევს 401 ვიდეო და ვარც 13506 გამომწერზე. ვიდეოების რაოდენობის და მიხედვით, გამომწერების რაოდენობა არ არის იმდენად ბევრი, რამდენიც უნდა იყოს, მაგრამ ყველაფრის და მიუხედავად, კმაყოფილი ვარ ამ სტატისტიკით, რა აქტივობაც მაქვს YouTube-ზე. ამითაც, ასე ვთქვათ, რაც მაქვს და არ მივდივარ უკან, კმაყოფილი ვარ ყოფნის. მადლობა თითოეულ არხის გამომწერს, რომლებიც live stream-ებზე, ვიდეოს კომენტარებზე შემოდიხართ და მომხნევებთ და თქვენს გამოვალვდივარ ისევ და ისევ, ასე ვთქვათ, ამ სფეროდან, იმიტომ რომ ის გამხნევებები, რაც ვიდეოებში მხვდება, ასე ვთქვათ, მაინც აქეთ მაბრუნებს და მაიცულებს, რომ ის საქმე გავაგზავნო, რომელიც 2018 წელს დავიწყე და დღემდე ვაკეთებ. მოკლედ, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი ვიდეოც უკვე დასასრულს მივუახლოვდა. ეს იყო რიგით ბოლო ვიდეო არხზე, 2024 წლის ბოლო ვიდეო Blizzard-ის არხზე. მადლობას გიხდით ყველას ყურადღებისთვის. გისურვებთ ბედნიერ 2025 წელს, ჯანმრთელობას და ეს არის მრავალს თქვენს ოჯახებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად. აგესრულებინეთ ის ოცნებები 2025 წელს, რაც 2024-ში, ან 23-ში, ან 22-ში, ან უფრო წინა წლებში ვერ მოახერხეთ. მადლობა ყველას კიდევ ერთხელ ყურადღებისთვის. ვისაც არხი არ გაქვთ მეგობრებო გამოწერილი, აუცილებლად გამოიწერეთ არხი. აქტიური ზარიზღლე კი რომ არ გამოდეთ. საინტერესო ვიდეოები არხზე. გააზიარეთ ეს ვიდეო ნებისმიერ სოციალურ ქსელში, რომ უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს ის და ჩვენმა აუდიტორიამ. უფრო ზევით 20,000 გამომწერისკენ სრვლა გააგრძელოს. თქვენთან ერთად იყო Blizzard-ი. მადლობა გიხდით ყველას ყურადღებისთვის. არ ვიცი, დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ წესით ადარიგით 31-ში ამ ვიდეოს live stream-ზე ვამონტაჟებ და დიდი ალბათობით ეგ live stream-ი იქნება 2024 წლის, რა თქმა უნდა, დიდი ალბათობით რა ეგ იქნება 2024 წლის ბოლო live stream-ი. მადლობას გიხდით ყველას ყურადღებისთვის. შევხვდებით 2025 წელს უფრო მოტივირებული, უფრო, ასე ვთქვათ, ძლიერი, უფრო აქტიური და უფრო მონდომებული Blizzard-ის სახით. და თქვენც რა თქმა უნდა უფრო დასვენებული, უფრო აქტიური და უფრო, ასე ვთქვათ, მონდომებული იმით, რომ მეც მომონდომოთ ვიდეოების უფრო მეტად გადაღება და თქვენ თვითონ მაყურებლებმა გამოაქტიუროთ მე. მოკლედ, სიტყვა გამიგზელდა. მადლობას გიხდით ყველას ყურადღებისთვის. თქვენთან ერთად იყო Blizzard-ი. შევხვდებით 2025 წლის ან live stream-ზე, ან ვიდეოში. მადლობა ყველას ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე ნახვამდის.